ლუკა პირიკაძე შამშან იყო 92 კილოგრამი იყო, მძიმე წონა მაშინ შამშან იყო მესამე პრიზიორი. წარდგენა ეს არის ლუკა პირიკაძე რუსთავი. მირზა ხურციძე გაუძღება ამ ფინალურ ორთაბრძოლას 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. რუსთაველი და თბილისელი მოკრივეები შეებრძოლებიან ერთმანეთს ჩემპიონობისათვის. ისიც ერეკლე შუბილის. მუცლიდან კრიფავს ქულებს შუბინიძე. შეტევა ქონდა ახლა პირიკაძე. შეტევა განახორციელეთ პირიკაძე. თუმცა პასუხი აგერ შუბინიძის მხრიდან მარჯვენა ხუკი აქ რა ხდება? აფრთხილებს. აფრთხილება რაზე იყო ეთქობა სტოპის შემდეგ დაარტყა, ზდეკის მერე დაარტყა ეთქობა. ხო, ეს თანაბრძოლაში კარგი უპირატესობაა. ერთგულიანი უპირატესობაა პირიკაძეს შეგვიძლია ვთქვათ. აღსანიშნავია, რომ ორივე კარგი მძიმე წონა, ორივე კარგი პირველი მძიმე წონა. მოძრაობა, დგომი, სისხარტე, აი ორივეს დაჯილდოებულია ამ ყველაფრით და ნახოთ მომავალში როგორ გამოიყენებენ და როგორ აი მძიმე დარტყმა აქვს ორივეს. კარგი სერიული დარტყმები განახორციელა პირიკაძემ. პირველი რაუნდიც მიიწურა, შეიძლება ითქვას, რომ პირიკაძეს ექნება უპირატესობა სულ არაფერის მის მეტოქეს გაფრთხილება. გუნდი დასრულდა პირველი რაუნდი. ალბათ გაიყოფა ნანგარიში.
აი, ოთხით ერთი და ამას დაამატეთ ერთი გაფრთხილება ჯამში 4 საათთან აქვს. ოთხულიანი უპირატესობა კვირიკაძეს ამდენს ნიშნავს გაფრთხილება. თუმცა ბრძოლა წინ არის აქ შანსები დარჩენილი. ერეკლე ჩუბინიძეს პირველი მეორე და მესამე რაუნდი თუ მოიგო, ის იქნება გამარჯვება. შედეგენ დათმოქონდა უკვე მარცხენა ერეკლე ჩუბინიძეს მან დაიწყო აქტიურად, თუმცა იგი პასუხი კვირიკაძისგან მოაწყა შემდეგ კერჩი თბილისელმა. მარცხენა პირდაპირ ჩუბინიძეს სულ დაღლა ხო არ შეეწყო კვირიკაძეს. ყოველ შემთხვევაში უფრო აქტიურად დაიწყო ჩუბინიძემ მეორე რაუნდი და ეს ანგარიშს წავალდებულებდა მას იმიტომ რომ შიგა და შიგა ფეთქებები ნახოთ. გაცვალეს დარტყმები. ლურჯმა მოუმატა ამ რაუნდში მართალი ბრძანდებით. მოუმატა, მაგრამ კეფაში უთავს რომელიც არ შეიძლება. მეორე გაფრთხილება დამოუკიდებელი იქნება უკვე ჩუბინიძისთვის. მარცხენა ჩუბინიძე საცავი გადმოუვარდა ჩუბინიძეს რაღაც გარეშე ნივთი იყო, ეგ შეტევა ქონდა ხო ჩუბინიძეს საკმაოდ ზლავი კი ბატონო ამოასწორა მან საგრძნობლად სიტუაცია და პასუხი ეგ მარჯვნიდან აპერკოტი კვირიკაძის მოჩანს იგრძნო მაგრამ ჩამორჩა და წამსვენ ტისვე გააქტიურდა შემდეგ დაამატა მარცხენა მუცელში რუსთაველმა შემდეგ ვერ მოზომა ამასობაში გოლიც ეს იყო ბატონო ცოტა აქტიური იყო ლურჯი კუთხე ჩუბინიძე აქტიური იყო აბა ნახოთ კი ბატონო ეს აისახა მხოლოდ იმდენად რომ ერთმანეთსა ეს იმას ნიშნავს რომ სამსახთან იღებს 27 ანუ ადამიანზე მოგება ჭირდება ჩუბინიძეს სულადა და კვირიკაძე გახდება ჩემპიონი, რომელსაც მით უმეტეს მეტოქის გაფრთხილების ხარჯზე კიდევ უფრო დიდი უპირატესობა.
მოკლედ ამ ზონაში გიორგი დიმიტრიევი თბილისელი გავიდა მესამე ადგილზე, ერთი ბრინჯაოს პრიზიერი გიყოლება და მალე გეცემა საქართველოს ჩემპიონის ვინაობაც. დასაკარგი აღარაფერია ერეკლე ჩუბინიძეს და გადადის შეტევაზე. შედეგიანი იყო ჩუბინიძის მარცხენა ხუთი. მარცხენა წინა ხელი გვერდით. ნახეთ 2-3 დარტყმა ერთდროულად ჩუბინიძის მიერ. მას ის ქულებით ვეღარ მოიგებს, თუ მოიგებს. ადამდე უნდა დაასრულოს ეს ბრძოლა. ზუსტად მაგას ფიქრობს. ძლიერი დარტყმა გააკეთეს. ატყა ხა მიაწვინა მარჯვენა ჯები. ასუხი მარცხენა ხუთი კვირი გადის. კი, ესეთი კარგი ნამდვილი ძიმე წონოსნების ბრძოლა. ტემპი როგორი აქვს ნახეთ. 9 წუთს ჩხუბობენ ბიჭები. მესამე რაუნდში უფრო ჩართეს. და ეს კარგია, იმიტომ რომ საერთაშორისო ასპარეზზე უნდა გამოჩნდნენ. აქვთ ორივე სამის როგორ თქვა სურვილიც და მონაცემებიც. ნახეთ, კარგად შერებულა არც ერთი. ისე სკურიათ ჩემპიონობა. აი, ბოლოსში ამერიკაზე გადავიდა შეტევაზე, კი დაიღალა ორივე, მაგრამ ისე ისეულად ჩაამტავა. მადლობა ორივე. ეს რაუნდიც მოიგო, მე ასე მგონია ამერიკაზე. ხო, თუმცა კარგი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. კაცო, ასე ვთქვათ, ასე ვეძახით. ლუკა კვირიკაძე ხდება ჩემპიონი 90 კილოგრამამდე, მეორეზე გავიდა ერეკლე ჩუბინიძე და მესამეზე გიორგი დიმიტრიევი. რუსთაველებმა, აბა თბილისელებმა დაასრულეს საბოლოო ჯამში თბილისის სანგალიშზე არის 4 ოქროს მედალი, მათ შორის 2 ქალებში, 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. რუსთავს კიდევ ერთი ფინალისტი ყავს. ბოლო ბრძოლაში ნიკოლოზ ბეგაძე გამოვა მესტიელი ბექა წერედიანის წინააღმდეგ. ერთიანი გადაწყვეტილებაა ჯამში 5-0. თუმცა კარგი იყო ძალიან ერეკლე ჩუბინიძეც. ულოცავ ჩუბინიძეს უნდა გააგრძელოს. არ უნდა დაყაროს ფართოდ. კარგი მომავალია და გაიზრდება. კი, ნაკრებში იქნება ჩვეულებრივი და გაიზრდება იქ შეკრებები, ამხანაგური თუ საერთაშორისო შეჯიბრებები და